გამარჯობათ, თქვენ უყურებთ გადაცემა უსამსოფლიოს, მე კი მისი ავტორი და წამყვანი ილია გოგილოვა გახლავართ. ჩვენ ვაგზავნებთ საინტერესო გადაცემების ციკლს და დღეს ჩვენი სტუმარი არის ნეკა გებუაძე. გამარჯობათ. ნეკა, ძალიან დიდი მადლობა პირველის ყოვლისა მოგზავნებისთვის და ნეკაზე იმას ვიტყვი კიდევ რომ ის არის პროფესიით თურქოლოგი, მაგრამ დღეს ჩვენთან მოვიდა არა თურქეთზე საუბრობთ, არამედ ნეკა არის ამავდროულად ძველი ცივილიზაციების მკვლევარი. შესაბამისად ამისა ის დღეს ჩვენთვის ცნობილს გახდის ერთ-ერთი ასეთი ძველი ცივილიზაციას ნასკას უდაბნოს. ნიკა, მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. სად მდებარეობს ახლა ჩვენ მაყურებელს რო შევხვდეთ ზოგადი წარმოდგენა ნასკას უდაბნოს შესახებ? სად მდებარეობს ტერიტორიულად? ნასკას უდაბნო მდებარეობს სამხრეთ პერუს პლატოზე. მისი წარმოქმნის თარიღი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 500 წელი არის, რომელიც განვითარდა ახალ წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნის ჩათვლით ვითარდებოდა. და ანუ მდებარეობს ამერიკის კონტინენტზე. კი. მოდი, მაშინ ეხლა უფრო ღრმად შევიდეთ სარკმელში. ვინ შექმნა და რა იყო საერთოდ მიზეზი რომ უთხრათ მაყურებელს? ეს იყო უძველესი ცივილიზაცია ინკები, რომელიც იმ პერიოდში ინკების ცივილიზაცია, რომელიც იმ პერიოდში მდებარეობდა ნასკას ტერიტორიაზე. მიზეზის შესახებ არსებობს სამი ესეთი თეორია, რომელიც მეცნიერები წინა პლანზე აყენებენ. ანუ სამი თეორია არსებობს. ერთ-ერთი მთავარი მოსაზრება არის ის, რომ ზუსტად შექმნილი იყო უცხო პლანეტელებისთვის, რადგან არის მოსაზრება, რომ ოდესღაც ამ ტერიტორიაზე იყვნენ ჩამოსულები უცხო პლანეტელები და ამ მოსახლეობას ინკებს ეგონათ, რომ ციდან იყვნენ ჩამოსული ღმერთები. როდესაც უცხო პლანეტელებმა დატოვეს ეს მიწა, მათ კვლავ უცხო პლანეტელების მოსაზიდად შექმნეს ანუ ეს უცხო პლანეტელები წავიდნენ ამ ტერიტორიიდან მათი წარმოდგენით ალბათ, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, მათი დატოვება. და მე რა გააკეთეს ინკებმა? ინკებისთვის თავარი იყო კვლავ დაბრუნებულიყვნენ, დიახ, და ამიტომაც შექმნეს იეროგლიფები ამ ტერიტორიაზე, უდაბნოს იეროგლიფები. და რითი იყო ეს განსაკუთრებული? განსაკუთრებული არის ის, რომ ამ იეროგლიფებს აქვს სხვადასხვა ფორმა. ზოგი ფორმა არის ობობის, ზოგს აქვს ზაღლის ფორმა, ზოგს აქვს ფრინველების ფორმა, ადამიანის ნახევრად ბუს ფორმა, ზოგს კი არსებობს კიდევ ესეთი ფორმა, რომელსაც აქვს უცხო პლანეტელის ფორმა. ამით მეცნიერები ვარაუდობენ უცხო პლანეტელის ანუ ჩვენი გადმოსახედიდან როგორ წარმოგვიდგენთ. ანუ ისეთი ადამიანი, რომელიც არ გავს ადამიანს, მაგრამ ბუნებრივად არ გავს, დიახ. და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს არის მაჩვენებელი იმისი, რომ ეს უცხო პლანეტელები იყვნენ. მეორე მოსაზრება არის ის, რომ მათ სურდათ მიწისქვეშა ქალაქი აღმოეჩინათ. ამიტომაც ისინი ცდილობდნენ გაეთხარათ უდაბნო და მესამე არის ის მოსაზრება, რომ მათ სურდათ იმ ტერიტორიაზე წყლის მოპოვება. თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ იქ საკმაოდ სიცოცხლისთვის კარგი პირობები იყო და ხელსაყრელი პირობები იყო ესე იგი სიცოცხლისთვის. ანუ პირველი უშუალოდ უცხო პლანეტელებს უკავშირდება. დიახ, რა თქმა ეხლა დებულებებად რო გამოვყოთ. მეორე რას ეხება ეხლა? მეორე მიწისქვეშა ქალაქის აღმოჩენას. და მესამე წყლის მოპოვებას, რათა სასიცოცხლო რესურსები უფრო ფართე ყოფილიყო მათთვის. ანუ იქ ძირითადად რა პროფესია, ანუ თუ წყალზე იყო ძირითადად აქცენტი გაკეთებული, მიწათმოქმედები იყვნენ ესე იგი. კარგით. მოდი, ნიკა, მაშინ მაყურებელს ვთხრათ, ვინ აღმოაჩინა იგი? იცით რა არის, უფრო რო ვთქვათ, ხალხისთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი ამ ნასკას შესახებ გახდა 1929 წელს ამერიკელი მეცნიერის პოლ კოსოკის მიერ აღმოჩენილი. რა თქმა უნდა. იქ მან დაინახა თვითმფრინავის გადაფრენის დროს ეს იეროგლიფები, რამაც დიდი გამოწვევა გამოიწვია მსოფლიოში. გამოცება, ხო? ანუ რა თქმა უნდა და შემდეგ დაიწყო შესწავლა უდაბნოს შესწავლა. ხოლო 1940 წელს გერმანელმა მეცნიერმა მარია რეიხმა დაიწყო ამ იეროგლიფების შესწავლა, მათი გაზომვა. ანუ ისინი ის ეხა ადგილზე ჩადის, ხო? რა თქმა უნდა, მან მთელი ცხოვრება დაუთმა ამ იეროგლიფების შესწავლას. როგორც აღმოჩნდა, ამ იეროგლიფებს უბრალო მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის გეომეტრიული ფიგურებისგან შედგება და აქვს სრული გამოთვლები, მათემატიკური გამოთვლები. ანუ ზუსტი გამოთვლებია? რა თქმა უნდა, და რომელიც უკავშირდება ასტროლოგიას, ასტრონომიას, მზის სისტემას და ვარსკვლავებს. ნიკა, შენ ფიქრობ, რომ ეს რაღაც ასტროლოგიაში ცვლილებებში აქვს ამას? ცვლილებებიც და უფრო კალენდარსაც ახლოს არის კალენდართან, მზის კალენდართან, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმ მოსახლეობისთვის.
ესე იგი ამ კვლევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს აღმოსაჩინი და საკვლევი. ესე იგი ეს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია გამოდის ესე. უძველესი ცივილიზაცია, რა თქმა უნდა, მან იქ ძალიან ბევრი ცვლილებები იყო, კლიმატის ცვლილებები იყო, თუმცა ჩვენამდე დღემდე მოღწეული არის ეს იეროგლიფები, რაც ყველაზე გასაოცარი არის. ყველაზე გასაოცარი ასევე ის არის, რომ ადამიანი, რომელიც მდებარეობს იმ უდაბნოზე, მას არ შეუძლია დაინახოს ეს იეროგლიფები. ანუ ვიცი უყოფება, ხო? რა თქმა უნდა, იეროგლიფების დანახვა შეიძლება მხოლოდ მაღალი სიმაღლიდან. ყველაზე საინტერესო არის ის თუ როგორ ააშენეს ეს იეროგლიფები, როგორ შექმნეს იმ მოსახლეობა, რადგან ჩვენთვის ცნობილია, რომ იმ პერიოდში არ იყო არანაირი იარაღები სამშენებლო და ტექნიკა არ არსებობდა, რომ რეალურად ეს შეექმნათ. არ არსებობდა. მოდი ნეკა ახლა უფრო ღრმად შევიდეთ. ანუ რისი თქმა გინდა ამით? ან და მეცნიერებას რისი თქმა უნდა ამით, რომ უბრალოდ ადამიანები იმ პერიოდში პრაქტიკულად ვერ შეძლებდნენ? ეს არის მეცნიერული მოსაზრება, თუმცა გვაქვს ასევე მოსაზრება იმისი, რომ მათ არ შეეძლოთ, მაგრამ არის სხვა მოსაზრება, როგორ შეძლეს ამ იეროგლიფების შექმნა, თუ მხოლოდ მაღალი სიმაღლიდან შეიძლება მათი დანახვა, რა თქმა უნდა. ადამიანი, რომელიც მდებარეობს ამ უდაბნოში, ის ვერ შეამჩნევს ამ იეროგლიფებს. ისინი 8 კილომეტრზე არის გადაჭიმული და საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს. ამიტომაც მისი დანახვა დაბლიდან შეუძლებელია. ანუ ეს ამ ფორმებს ამე კავშირი ხო არ აქვს თვითონ ამ ცივილიზაციის კავშირში? ეს ერთი თეორია მეცნიერების ის არის, რომ საკმაოდ განვითარებული ცივილიზაცია იყო იმ დროისთვის და მათ ჰქონდათ საფრენი აპარატები. ამას გვიდასტურებს ასევე ნიუ-იორკის მუზეუმში ნაპოვნი ინკების ოქროს ჩიტი. ოქროს ჩიტს აქვს თვითმფრინავის ფორმა. ამერიკულმა საავიაციო კომპანიამ შეისწავლა ეს ჩიტი და ამ ჩიტის ანალოგი თვითმფრინავი შექმნა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი არის მსოფლიოში. რა თქმა უნდა, გამოიყენება და არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მსოფლიოში. და ამიტომაც მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საკმაოდ განვითარებული ცივილიზაცია იყო იმ პერიოდისთვის, რომ მოსახლეობას შეეძლო მაღალი სიმაღლიდან ეყურებინათ და ასე ეხემძღვანელად მისი მშენებლობა. მაგრამ ეხლა იცი როგორ არის, ვინც ადგილზე მუშაობდა, მკვლევრები ვინც იყვნენ, მაგათმა ძალიან კარგად იცოდნენ ეს, რომ ზუმი ჭირდებოდა, ხო? ძალიან დიდი სიმაღლიდან უნდა ენახათ, აღმოეჩინათ. თვითონ გქონდათ ამის კოორდინატები ან მონაცემები, სად უნდა ეკვლიათ, როგორ უნდა ეკვლიათ, თუნდაც ის გერმანელები ვინც იყვნენ იქ. ნასკას უდაბნოს იეროგლიფები ჩანს კოსმოსიდან. აი ეს არის რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე გასაოცარი და გასაკვირი, იმიტომ რომ ძალიან მაღალი სიმაღლიდან შეიძლება მისი დანახვა. და ასე აღმოაჩინა ამერიკელმა მეცნიერმა, როდესაც თვითმფრინავით გადაფრენის დროს დაინახა და გაოცდა. და ესე დაიწყეს მისი შესწავლა. ანუ ეს შემთხვევით აღმოჩენილი იეროგლიფებია? რა თქმა უნდა. ანუ ჩვენ ახლა მე კარგად ვერ მივხვდი, შეიძლება არ დაკვირვებულ ვარ, მაგრამ აი თანამედროვე მეცნიერების ინტერესი აღნიშნეთ ჩვენ საუბრისას, როგორია ინტერესი, ესე იგი ამ უდაბნოს მიმართ. დღეს რა მდგომარეობაა იქ, რომ ეს ამაზე გაგვიყვება? ინტერესი საკმაოდ დიდი არის. 1994 წელს ის შეიყვანეს იუნესკოში. დაცვის სიაში არის შეყვანილი და აი ზუსტად გერმანელ მეცნიერ მარიას დიდი წვლილი არის მის იუნესკოში შეყვანა. ამის რომ ეს ძეგლი მომხდარიყო იუნესკოს სიაში. შენ დასაწყისში თუ არ ვწდები ახსენე სამი მიზეზი. დიახ. სამი მიზეზი. მოდი ნეკა ახლა ცოტა გავავრცელოთ საუბარი, უფრო ღია გავხადოთ თემა. მოდი პირადად შენ სუბიექტურ აზრს კითხავ. მაინტერესებს, აი რომელ იდეას ეთანხმები შენ? რომელია შენთვის უფრო ნათელი, უფრო ახლოს აი იმ განმარტებასთან, რაც შენთვის მისაღები განმარტებაა, როგორ ფიქრობ? აი მოდი გითხარი ამაზე, აბა რატომ არის ამავდროულად ის? ამაზე კამათი შეიძლება უსასრულოდ, რადგან ძალიან საინტერესო თემა არის, მაგრამ ჩემი აზრით, ჩემი მოსაზრებით, მე რა თქმა უნდა ვეთანხმები უფრო პირველ ვარიანტს, რადგან მე ვთვლი, რომ ადამიანს იმ პერიოდისთვის არ შეეძლო ესეთი ნაგებობების შექმნა. ანალოგიური ჰიპოთეზი ბოდიში რომ შეგაწყვეტი. ანალოგიური ჰიპოთეზები ეგვიპტის პირამიდების შემთხვევაში ხო არსებობს? რა თქმა უნდა, ეგვიპტის პირამიდის შემთხვევაშიც, რადგან საოცარია ის, რომ დედამიწის ეგვიპტის, რაც კი არსებობს პირამიდები ზოგადად დედამიწაზე, ყველა ერთ სარტყელში არის მოთავსებული. ანუ ეს კავშირი არის არა ამ ქვეყნიურთან.
ანუ სხვა პლანეტებთან, სხვა მოსახლეობებთან. მე არ ვიცი, ხა შენ დარწმუნებული ვარ, ვიცი. აი ეს რახან პირამიდები ვახსენე, ხა დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა ეს არ არის, მაგრამ მოდი ნეკა პირამიდებზე რაღაც ერთ სარტყელზე მდებარეობსო. ამაზე არსებობს მართლა ჰიპოთეზა, რომ ისინი ერთ სარტყელზე არიან. ეს მეცნიერული დამტკიცება არის, რომ სწორედ ყველა დედამიწაზე რაც კი არსებობს პირამიდის მაგვარი პირამიდა, ყველა მდებარეობს ერთ სარტყელზე. ანუ სოფლიოს რა მასშტაბშიც არ უნდა იყოს, რა ადგილას არათავი. ანუ შენ საზრს აფიქსირები, შენ პირველ სათანხმები. მე ვეთანხმები პირველ მოსაზრებას, რადგან მე რატომ არის ის შენს განმარტებაზე მოახლოს? რატომ მე ვფიქრობ, რომ ადამიანს იმ პერიოდისთვის, რაც კი ჩვენთვის ცნობილია, რა იარაღები ჰქონდათ მათ სამშენებლო. რა თქმა უნდა და მე ვთვლი, რომ მათ უბრალოდ არ შეეძლოთ ეს შეექმნათ. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, დედამიწაზე არსებობდნენ უცხო პლანეტელები, რადგან ყველა თეოლოგიაში, მითოლოგიაში ჩვენ ხვდებით, რომ ხალხს სწამდა ღმერთის, რომელიც ჩამოდიოდა ციდან და ამ ღმერთებს მათ უწოდებდნენ უცხო პლანეტელებს. და ამის ერთ-ერთი მაგალითი არის ნასკას უდაბნო, რომ მათ სწამდათ, რომ ღმერთები არსებობდნენ და სწორედ ამ ღმერთებს ისინი უცხო პლანეტელებს უწოდებდნენ? არ, უცხო პლანეტელები იყვნენ, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ ეს იყვნენ უცხო პლანეტელები და უწოდებდნენ ღმერთებს. რადგან მათ შეეძლოთ ფრენა, ისინი ჩამოდიოდნენ ციდან. არსებობს ასევე სხვადასხვა არქეოლოგიური აღმოჩენები. თვითონ ამ ცივილიზაციის ხალხები ვინც იყვნენ? ანუ მათ რწმენა წარმოდგენაში ეხლა რა მინდა გითხრა. როდესაც ისინი ჩამოდიოდნენ, აქ ბინადრობდნენ უცხო პლანეტელები თუ ამ მეცნიერების თვალსაზრისით ისინი უბრალოდ რაღაც გარკვეული სახის ინფორმაციას გადასცემდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, ადგილობრივ ცივილიზაციას და შემდგომ უკვე ისე უჩინარდებოდნენ. მეცნიერების აზრით, მეცნიერები თვლიან, რომ მათ აინტერესებდა დედამიწა, ისინი შეისწავლიდნენ დედამიწას. ამიტომაც ისინი ჩამოდიოდნენ სხვადასხვა პერიოდში. ჩამოდიოდნენ აცტეკების დროს, ინკების დროს, მაიას ტომის დროს. ასევე ჩვენთვის ცნობილია, რომ არსებობს რამოდენიმე ადამიანის რასა. როგორც ვიცით, მეხუთე რასა ვართ ჩვენ წარმოვადგენთ. არსებობდა, რომლებსაც ეს არის საკმაოდ განვითარებული ცივილიზაცია. ანუ განვითარებული ცივილიზაცია რა თვალსაზრისით? რაც საცხოვრებელი პირობები უფრო ჩამოყალიბებული ჰქონდა? არა მარტო, მათ ჰქონდათ საფრენი აპარატები უკვე. მათ დენის მაგივრად იყენებდნენ კრისტალებს. ჩვენთვის ბევრი ცნობა არსებობს პლატონიდან ვიცით, ბევრი ცნობა ატლანტიდის შესახებ. და ანუ ეს ერთ-ერთი იმაჩვენებელია იმის, რომ დედამიწაზე ყველა პერიოდში ბინადრობდნენ, ჩამოდიოდნენ უცხო პლანეტელები. და აი ნასკას ერთ-ერთი ამის დასტური არის ჩვენთვის. ესე იგი, ნასკას უდაბნო უკვე მივხვდი რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მეცნიერებისთვისაც კვლევისაგანია. დღესაც მიმდინარეობს იქ კვლევები, ხო? დღესაც მიმდინარეობს იქ კვლევები, რადგან დღესაც აღმოაჩინეს, არის აღმოჩენის პროცესში არის ახალი შენ როგორც მკვლევარი, ახლო პერიოდში არსებობს იმის ალბათობა, რომ რამე ახალი ინფორმაცია იქნას აღმოჩენილი? რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია. და დიდი ჯგუფი მუშაობს არქეოლოგების, მეცნიერების, ისტორიკოსების, რომლებიც იკვლევენ ზოგადად ამერიკის ისტორიას, იმ ტერიტორიის, სადაც მდებარეობდნენ ინკები და ძალიან ეს ძალიან დიდი კულტურა იყო იქ და ძალიან დიდი ცივილიზაცია. ესე იგი თვითონ ეს უდაბნო იყო. ეს ანუ ჩვენ ვიცით ბუნებრივი წარმონაქმნები, ხო? ვიცით ბუნებრივი წარმონაქმნები და ვიცით ხელოვნური წარმონაქმნები. ეს ბუნებრივი წარმონაქმნები იყო თუ ხელოვნური წარმონაქმნები? რა თქმა უნდა, ეს იყო ხელოვნური წარმონაქმნები, რადგან მოდი ეხლა ერთგვარი შეჯამება გავიკეთე და მე უკვე მოდი დავამშვიდოთ მაყურებელს. აი მნიშვნელობა გითხარი კიდევ ერთხელ ამ უდაბნოსი და მე უკვე ბოლოს მე ამ უდაბნოს მთავარი მნიშვნელობა არის ჩვენთვის ის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვწმუნდებით თუ რა დიდი ძალა ჰქონდა ძველ ცივილიზაციას. თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო და მნიშვნელოვანია ის, რომ დღემდე მოაღწია ამ ცივილიზაციამ ჩვენ. მოკლედ მოუწოდეთ, რომ ჯერ კიდევ ბევრია საკვები. რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი არის საკვები. ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა ნეკასთან. ძალიან დიდი მადლობა ნეკა მოგზაურობისთვის. თქვენ კი უყურებთ გაცნობს და მსოფლიოს, თქვენ გემშვიდობებით მოახვედრებთ.